მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ არც ისე დიდი ხნის წინ, კონკრეტულად კი 24 ივნისს შიიტმა მუსულმანებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნეს მათი რელიგიური დღესასწაული აშურა, მათ შორის საქართველოში, რომელიც ტრადიციულად იმართებოდა. ამ ყველაფერმა კი ძალიან დიდი ისტერიკა გამოიწვია უკანიდან განათლებულ საზოგადოებაში და დღეს მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით გესაუბროთ, თუ რა არის აშურა, რატომ გამოიწვია ამ ყველაფერს აუცილებლად გამგემართავთ, მაგრამ მანამდე კი ნახოთ ეს ვიდეო, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მათ შორის მუსულმანურ სამყაროში და დააკვირდით თუ როგორ ცდილობენ საქართველოში ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებას ეს ნაძირალა აგენტურა, რომელიც 35 წელიწადია ანადგურებს ჩვენ ქვეყანას. ეს კადრები, რასაც თქვენ ახლა ხედავთ, არ არის გადაღებული ირანში, არც სირიაში, არც ლიბანში. ეს კადრები გადაღებული არის საქართველოში, თბილისში, ფონიჭალაში. თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ აქ საგანგაშოან აღსანიშნავიც კი არის არა რომელიმე რელიგიური რწმენის რიტუალი, ან ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ წამს მისდევენ, ვინც ამაზე აკეთებს ფოკუსს, ან ამის გამო აღშფოთდება, ან ამას ხაზს გაუსვავს, ის მტრობს საქართველოს. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს სრული უფლება საკუთარი წამსი იქადაგოს, მისდევდეს მას თავისი რელიგიური რიტუალი ჩაატაროს, ეს საერთოდ არის აქ განსახილველი საგანი. აქ თავარი საკითხი არის და საგანგაშო არის, ვისი სურათი უკიდიათ. ვისი სურათს ეთაყვანებიან საქართველოს მოქალაქეები მეჩეთში. ვისი ბანერები უჭირავთ საჯარო დემონსტრაციებისას და მსვლელობებისას. ვისთან მიყავთ ბავშვები, რომ ისინი მის მაგალითზე გაიზარდონ, ვის სიკვდილს გლოვობენ, ვისი ფასეულობები, თუ ეს ტერმინი შეიძლება ვიხმაროთ, არის წარმოჩენილი როგორც სამაგალითო და მისაბაძი და ცოტა ხნის წინ თბილისში ირანის საელჩოს წინ ვისი ბრძანებების შესრულების ფიცი დადეს. ადამიანები, რომელთა განძიდების საჯარო პროცესიებს ვაკვირდებით ჩვენ ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით, არიან აიათოლა ალ-ხამენეი, ყასემ სულეიმანი და ჰასან ნასრალა. რასთან გვაქვს საქმე? ვინ არიან ეს ადამიანები? ალი ხამენეი. ეს არის ლიდერი, იყო ლიდერი სულ ცოტა ხანის წინ ირანის აიათოლების რეჟიმისა, იმ რეჟიმის შემოქმედი და ლიდერი, სადაც ხდებოდა ადამიანების მასობრივად სიკვდილით დასჯა. სადაც რამოდენიმე თვის წინ რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე ათასობით დემონსტრანტი პირდაპირ ქუჩაში ჩახოცეს, დაცხრილეს. სადაც თავსაბურავის არტარებისთვის ახალგაზრდა გოგოებს ჩაქოლვა ემუქრებათ და 7 ოქტომბრის საზარელი ამაზრზენი არაადამიანური ტერაქტი რო ჩაიდინა ჰამასმა, სადაც 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს ისრაელის, სადაც არინდობდნენ ბავშვებს, აუპატიურებდნენ ქალებს, რამოდენიმე ასეული მოქალაქე ტყვედ წაიყვანეს ქალები, ახალგაზრდა გოგოები, ჯოჯოხეთური ბოროტების ზეიმი რო იყო, ხო და მე მათი სიცოცხლით რო ვაჭრობდნენ. აი ამ ყველაფრის გამკეთებლებზე ალი ხამენეიმ ესეთი სიტყვები თქვა, ჩვენ კოცნით იმ ხელებს, რომლებმაც დაგეგმეს თავდასხმა სიონისტურ რეჟიმზე. აი ამ ჯოჯოხეთზე რაც იქ მოხდა, თქვა, ბოროტების განდიდებაზე აქ ლაპარაკი, ხო? აი ეს ფოტო უკიდიათ, მასთან მიყავთ ბავშვები, ამ ფასეულობებზე ლაპარაკი. მეორე ადამიანი, რომელიც ფოტოებს მოკლედ მეგობრებო, ძნელი გასაგები არ არის, ამათ აქვს ისტერიკა ატეხილი. გამომდინარე იქედან, რომ აიათოლა ხამენეის სურათი როგორ იქნა გამოჩენილი აშურაზე და მას როგორ ეთაყვანებიან თურმე და ესენი რელიგიურ და ეთნიკურ შუქს არ აღვივებენ. მოკლედ, განმარტოთ ჯერ რასთან აგვაქვს საქმე. საქმე გვაქვს იმასთან, რომ აშურას აღნიშნავენ მხოლოდ შიიტი მუსულმანები. შიიტებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული არის. შიიტური სამყარო მსოფლიოში სუნიტურ სამყაროსთან შედარებით უმცირესობაში. თქვენ ახლა რუკაზე ხედავთ წითლად აღნიშნულ შიიტური რწმენის აღფსარებლებს, რომელთა ძირითადი ადგილი არის ირანი. ძირითადად ახლო აღმოსავლეთი, ირანი, ავღანეთი, თურქეთის ნაწილი, იემენი და ეს შემდეგ. რაში არის ახლა საქმე? შიიტური სამყაროსთვის აიათოლა ხამენეი იყო ისეთივე სულიერი მამა და სულიერი ლიდერი აბსოლუტურად ყველა შიიტისთვის, როგორც კათოლიკებისთვის არის რომის პაპი. რა თქმა უნდა, მის მიმართ ლოცვა, მისი გლოვა და მისი სურათის გამოჩენა აქ არაფერს სასწაულს არ უნდა წარმოადგენდეს წესით და რიგით. ისევ როგორც ყველა კათოლიკისთვის რომის პაპი არის მთავარი სასულიერო პირი, ასე არის კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, ყველა შიიტი მუსულმანისთვის. ამიტომ
მისი გარდაცვალება, თანაც ისეთი ფორმით, როგორი ფორმითაც მოხდა, პირდაპირ შეეწირა ირანის ინტერესებს, ეს თავისთავად საქართველოში მცხოვრები შიიტი მუსულმანებისთვის ნამდვილად არის სამაგალითო და ნამდვილად არის აღსანიშნავი თავიანთი რელიგიური რწმენიდან გამომდინარე. ეხლა რაც შეეხება თვითონ აი ამ დღესასწაულს. რომ ვიცოდეთ რას ნიშნავს აშურა. ვისაც ცუდ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ, არ ვიცი რამდენად მოგიხერხდებათ, ზოგადად აშურა. ეს არის მუსულმანური შიიტური მუსულმანური დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავენ შიიტი მუსულმანები, ეს არის მუჰამედის მემკვიდრის ბრძოლის გახსენება, როდესაც ის თავის თანამებრძოლებთან, თავის ძმასთან ერთად 70 კაცი ტრაგიკულად შეეწირა ბრძოლას. მისი საფლავი არის ერაყში, ქალაქ ქერბელაში, ყველა შიიტი მუსულმანისთვის ეს არის წმინდა ადგილი და მთელი მსოფლიოს მუსულმანები ცდილობენ ისევე როგორც მექაში და მედინაში ჩასვლას, ამ დღესასწაულზე ქერბელაში ჩასვლას და აღნიშვნას. ხდება თავისი შესაბამისი ფორმით ამ ყველაფრის გამოხატვა და ამაში არაფერი სასწაული არ არის შემოგარგებო, არის ჩვეულებრივი რელიგიური დღესასწაული, რომელიც აღინიშნება 680 წლიდან მოყოლებული. რა თქმა უნდა, საქართველოში მცხოვრები მუსულმანების, განსაკუთრებით აზერბაიჯანული ეროვნების, აზერბაიჯანელი ერის წარმომადგენლები არიან, ძალიან ბევრი არიან მუსულმანები და შიიტი მუსულმანები და მათ აღნიშნეს ეს დღესასწაული. თუმცა ესენი ახლა არ გაგიჟებულან ამ ფაქტთან დაკავშირებით და მე მინდა გაჩვენოთ აი თქვენ ზოგადად ოკერიას ცოლის და კეზერაშვილის სააგენტო და ამ ხალხის ცხადებები, სადაც ისინი აქტიურად აშუქებენ აი ამ საშინელ მოვლენას ამათი გაგებით, რომ ეს როგორ ხდება საქართველოში, როგორ სცემენ პატივს აიათოლა ხამენეის. რა თქმა უნდა, ის სულიერი ლიდერი არის ამ ადამიანებისთვის და თავიანთ სულიერ ლიდერს მიაგებენ შესაბამის პატივს, შესაბამისი წესით, როგორც ისინი ამ ყველაფერს მიიჩნევენ სწორად და ამაში არაფერი გადასარევი არ არის. ეს იგივე არის კიდევ ერთხელ კათოლიკ ქრისტიანს აუკრძალო რომის პაპის პატივისცემა და თაყვანისცემა. აი ამაში არის მთელი ტრაგედია და ამაში არის მთელი უბედურება, რომ ესენი ცდილობენ ეს ყველაფერი გადაიყვანონ პოლიტიკურ კონფლიქტში და რას ქვია, სახელმწიფო არ უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ისეთივე მოქალაქეებს, როგორი მოქალაქეც არის ბოკერია და ამათ რო კითხო, ამათვის ხო რელიგია არ არსებობს, სამოქალაქო საზოგადოება არის, მაგრამ აი ესეთ დამოკიდებულება გააჩნიათ ამ ადამიანების მიმართ. თან ამბობენ, რომ ვითომ არა, ჩვენ ამათ არ უნდა აუკრძალოთ ეს ყველაფერი, მაგრამ აი როგორც ხედავთ, საქმეზე როდესაც მიდგება, ისინი ავლენენ აი ესეთ დამოკიდებულებას. მიზეზი არის მარტივი, ირანი ეს არის ერთადერთი მსოფლიოში ერთადერთი შიიტური სახელმწიფო, რომელსაც აქვს ისეთი მოწყობა, როგორიც აქვს და ირანელები თვლიან, რომ ისინი არიან გუშაკთა კორპუსი ამ ისლამური რევოლუციის და დანარჩენი ისინი დაპირისპირებული არიან როგორც ისლამურ სამყაროსთან ბევრ რამეში, ასევე დასავლეთთან. აქედან გამომდინარე, ყველა შიიტი ერთადერთ შიიტურ სახელმწიფოს, რომელიც არის ირანი, ახლა ჩვენ რო წარმოვიდგინოთ, რომ ერთადერთი მართლმადიდებლური სახელმწიფო ოფიციალურად გამოცხადებული, არა მარტო რელიგიურად, ასე რომ ვთქვათ, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული, არამედ პირდაპირ თეოკრატიული სახელმწიფო რო იყოს. სადმე მართლმადიდებლური. აქაც არ არსებობს ესეთი მართლმადიდებლური სახელმწიფო, აქაც მინდა პარალელი გავავლო იგივე ვატიკანთან. როგორც ყველა კათოლიკისთვის არის ვატიკანი, რელიგიის და სარწმუნოების ცენტრი და მისთვისაც მისაღები არის ვატიკანის მოქმედებები. დაახლოებით ზუსტად აი ეს პარალელი შეიძლება იქნას გავლებული ირანთან და ვიღაცას თუ არ მოწონს ვატიკანი, თავისთავად გამოდის, რომ არ უნდა მოწონდეს კათოლიკე. დაახლოებით ზუსტად იგივე პრაქტიკულად ერთი და იგივე პარალელი შეიძლება გაივლოს აქ ზუსტად ირანის შიიტურ სახელმწიფოს, ისლამურ სახელმწიფოს და ვატიკანს შორის. განსხვავება ესაა, რომ ვატიკანი არის პატარა, არის სულ სხვა ფორმატის სახელმწიფო და ირანი არის სულ სხვა ფორმატის სახელმწიფო, მაგრამ იდეა არის ერთი და იგივე. რა თქმა უნდა, ახლა ესენი რომლებსაც ეზიზღებათ ეს სამყარო
ამ ყველაფერს გადაიტანენ პოლიტიკურ კონტექსტში და მზად არიან, რომ ამის გულისთვის ააწიოებონ ყველაფერი, ხო? მეორე საინტერესო რა არის? ზუსტად ეს ტელევიზიები, ტელევიზიებიც მე თქვენ გაჩვენეთ და ამდენი ხანია ახდენენ აი ამ კონკრეტულად აი ამ ფაქტის მაქსიმალურად გაღვივებას, ისინი არის ყველა ებრაული დაფინანსების ტელევიზიები, რომელსაც აფინანსებს ყველასთვის ცნობილი უკვე ყოფილი საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ისრაელის დეზერტირი, ებრაელი კეზერაშვილი, მაგარი დაგმართეს 2008-ში ებრაელმა და სომეხმა დაიწყეს ომი და ბრალდება ქართველებს. ეს ჩვენი და დღემდე აი ამათი დაფინანსებით ტაშპანდური გააქვთ აგერ და ჩვენ ქვეყანას იყენებენ საკუთარი ბიზნესისთვის, ეს ბოკერიები, ჩერგოლეიშვილები და მთელი ამათი სანაგვე. თავისთავად ახლა ესენი არიან ებრაული ლობის წარმომადგენლები, იგივე კეზერაშვილი, იგივე სოროსი, ვის ფულზეც ესენი სხედან სვამენ ჭამენ და ღებულობენ პირდაპირ დავალებებს და მათი დავალება არის, რომ მაქსიმალურად იქნას დაბდაბული ურთიერთობა საქართველოს და ირანის შორის და შიიტ მუსულმანებს და დანარჩენ საქართველოს შორის და ისინი აკეთებენ ებრაელების შეკვეთას. ახლა აქედან გამომდინარე ადამიანი ამ ყველაფერს როდესაც უყურებ, პირდაპირ ხვდები თუ ვინ აფათურებს შენ ქვეყანაში ხელებს. თუ ვინმეს გაინტერესებს დაფინანსებები საიდან მოდიოდა და მოდის აი ამ პოლიტიკურ ოჯახს, უშუალოდ ბუკერიას და უშუალოდ მის მეუღლეს, აგერ რა ბატონო ახლა გაჩვენებ თქვენ ამ ვიდეო. სასამართლომ, საფრანგეთის სასამართლომ, ბრიტანეთის სასამართლომ, ყველამ გაამართლა. კეზერაშვილი არავინ არ მოგწია. კეზერაშვილი ისეთი მდგომარეობა იყო მის საქმეში. კეზერაშვილი გაფინანსებს ქალბატონეთა. არ გადმოსცეს. ანუ რასაკვირველია, კეზერაშვილი არ მაფინანსებს, მაფინანსებს European Endowment for Democracy, National Endowment for Democracy, Soros's ფონდი მაფინანსებს, ბრიტანეთის მთავრობა მაფინანსებს, ასევე საარჩევნო კამპანიას აფინანსებს. ჰოლანდიის მთავრობა. აი საქართველოს ქალბატონეთა ეს თქვენ მე მაფინანსებს საქართველოს დიდი ბრიტანეთის მთავრობა ფედერალისტის ცოლი აღიარებს პირდაპირ თუ ვინ აფინანსებს და საიდან მიდის ფული და ჩამოთვალა ხო ეს დასავლური სახელმწიფოები ჩამოთვალა ეს სოროსის ფონდი ჩამოთვალა ეს მთელი სიონისტური აჯგუფები საიდანაც ჭამენ ჩერგოლეიშვილი და ბოკერია და არა მარტო ჩერგოლეიშვილი და ბოკერია მთელი ამათი ბიოლოგიური ნაგავი კურს ახლა ეს ჩერგოლეიშვილი ტვინაღრძობი ადამიანი არის და მასავით ბიოლოგიურ ნაგავს ელაპარაკებოდა ეთერში და აღიზიანებულზე წამოროშა პირდაპირ თუ ვინ აძლევს ფულს იმისთვის რასაც აკეთებენ საქართველოში ის რო აკეთოს ცოლმა და ქმარმა რო კითხო ესენი თურმე ადამიანობაზე ჰუმანიზმზე ესე იგი უფლებებზე რელიგიურ ანხლმსარებლობაზე სიცოცხლის უფლებაზე და ეს რაღაცებზე საუბრობენ კაცო მე ერთი რაღაცა მინდა უთხრა რა აი ახლა ერთი რაღაცა მინდა უთხრა აი ამ ბიოლოგიურ ნაგავს მე ამას ადამიანად ვერ მოიხსენიებ და სირცხველი ჩვენი ქართველი რო ეს ნაგავი არა თუ გარეთ არის თავის აწამლავს საქმიანობას როგორც ახორციელებდა 91 წლიდან როდესაც არეულობას უწყობდნენ ზვიად გამსახურდიას და ეროვნულ მოძრაობას და გადატრიალებაში ლომისული აქვს ოთხშორის ბოკერია შედანი რო იცოდეთ ძმე ბერძღნეიშვილებთან ერთად. საქმე რაში არის ხალხო იცით? ამათ ადამიანი და სარწმუნოებრო ფეხებზე კიდიათ რა თუნდაც ლაპარაკი, მაგრამ ახლა საუბრობენ რომ ისრაელში ჰამასი ასე შემდეგ და მოკლედ ერთ სიტყვას არავინ არ ამბობს რასაც ისრაელი და ისრაელის სახელმწიფო აკეთებს. ამათივე სათაყვანებელი და ამათივე პატივსაცემი ევროპიდან და ამათი რელიგიის მექაშიც კი ამ ნაგოების აი ამათი ჩადენილი დანაშაულებები კაცობრიობის წინაშე ვერ დამალეს და რადგანაც არ იცის და არა აქვს ამასთან წვდომა მე მინდა უბრალოდ ვაჩვენო აი ვაჟბატონს ღაზას სექტორში Amnesty International-ის, რა ვიცი, რომელიც თურმე ჩერგოსაც აფინანსებს ეს ინსტიტუტები, მათ მიერ ჩატარებული გამოძიება, კვლევა და სტატისტიკა.
სადღაც ვიღაცა გოგოს თურმე ის მოხადეს, რა ქვია, თავშალი და ამაზე იყო ერთი ამბები და ვიღაცას თურმე სიკვდილის ჯიან. აი რასაც ჩადის ისრაელი გაზას სექტორში. ეს არ არის ჩემი მონაცემები, ეს არის Amnesty International-ის მონაცემები და გაეროს მონაცემები. მონაცემებში, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული, რომ ისრაელმა 2023 წლის შემდეგ, როდესაც ეს ჰამასის პროვოკაცია იქნა დადგმული და ყველამ კარგად იცის, რომ ჰამასი ეს ისრაელის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია არის, ვინმეს საინტერესებს, შემიძლია ამაზეც დეტალურად ვესაუბრო. და ამას არავინ არ მათ შორის ჟოზეფ ბორელი არ მალავდა, ღიად ამბობდა ამას, რის შემდეგაც ჟოზეფ ბორელი საერთოდ მოაშორეს ევროკავშირის დიდ თანამდებობაზე, სადაც იმყოფებოდა, რომ ისრაელმა შექმნა ჰამასი და აფინანსებდა ჰამასს. და აი ეს მონაცემები, ეს Amnesty International-ის მონაცემები, რომელი მონაცემებიც, აი თუ არ იცით, ეს ფედერალისტებო, თქვენ პიდარასტებო, თუ არა გაქვთ ეს სულით და ხორცით და ყველანაირად, ახლა ბოკერიას და ჩერგოლეიშვილის გვერდში მდგომი კაცი და ადამიანი როგორ უნდა იყოს, შეგიძლიათ შეხვიდეთ, ნახოთ და მე აგერ გაჩვენებთ ბატონო. ღაზაში არის მოკლული 69,185 ადამიანი, მათ შორის 20,000 არის ბავშვი, რომელიც 12 წლამდე ასაკის იყო. აი ამაში არის მთელი უბედურება. შეგიძლიათ კიდე ერთხელ ეს თქვენ თვითონაც მოიპოვოთ, თუ გაინტერესებთ, შემიძლია ლინკები მოგაწოდოთ. აი ამაში არის შემოკარგება მთელი ძაღლისთავი ჩამარხული საქართველოში. აი ეს ბიოლოგიური ნაგვები, რომელთათვისაც საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს. საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, არც ქრისტიანობა, არც მუსულმანობა, არც ღმერთი, არც ეშმაკი, არც ადამიანის უფლებები. ამათთვის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბინძური პოლიტიკა, რომელი ბინძური პოლიტიკაც არის უბრალოდ დაფინანსებული და უნდა გამოვიდეს და უნდა ილაპარაკოს საქართველოს სახელმწიფოს სახელით, ქართველი ერის სახელით. უნდა გააგრძელოს ესეთი პროვოკაციების მოწყობა და გავყვეთ ახლა ჩვენ თუ ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ამ ბიოლოგიური ნაგვის ბოდვა სხვაგანაც ნახოთ, მაგრამ მოდი ცოტა ხანი კიდე ეს კადრები, რასაც თქვენ ახლა ხედავთ, არ არის გადაღებული ირანში, არც სირიაში, არც ლიბანში. ეს კადრები გადაღებული არის საქართველოში, თბილისში, ფონიჭალაში. საჯარო პროცესიებს ვაკვირდებით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით არიან აიათოლა ალ-ხამენეი, ყასემ სულეიმანი და ჰასან ნასრალა. რასთან გვაქვს საქმე? ვინ არიან ეს ადამიანები? ალი ხამენეი ეს არის ლიდერი, იყო ლიდერი სულ ცოტა ხანის წინ ირანის აიათოლების დაცხრილეს. სადაც თავსაბურავის არტარებისთვის ახალგაზრდა გოგოებს ჩაქოლვა ემუქრებათ და 7 ოქტომბრის აი საზარელი ამაზრზენი არაადამიანური ტერაქტი რო ჩაიდინა ჰამასმა, სადაც 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. როგორ შეიძლება ადამიანი ხედავდე 1000 დაღუპულს და ვერ ხედავდე 69,000 მოკლულს. მათ შორის, როდესაც 20,000 ბავშვი. შეიძლება ესეთი რაღაცა მოხდეს? ნუ საქართველოში ეს შეიძლება მოხდეს. ხოდა აი ფედერალისტებო, თქვენ პიდარასტო ფედერალისტებო, ხოდა აი გიგზავნით ახლა აი ამ იმას ვიდეოს და შედით და ნახეთ თუ არიცით რა. და ამაზე ტაშის დამკვრელები. და ამაში ყველაფერში უნდა საქართველოს გარევა, ჩვენი ქვეყნის გარევა უნდა. თორე ამათ კი ესერი უტეხია. მოდი გავაგრძელოთ ერთი ეს. ვაჟბატონის საუბარი. ისრაელის, სადაც არინდობდნენ ბავშვებს, აუპატიურებდნენ ქალებს, რამდენიმე ასეული მოქალაქე ტყვედ წაიყვანეს ქალები, ახალგაზრდა გოგოები და ჯოჯოხეთური ბოროტების ზეიმი რო იყო, ხო და მე მათი სიცოცხლით რო ვაჭრობდნენ. აი ამ ყველაფრის განკეთებლებზე ალი ხამენეიმ ესეთი სიტყვები თქვა, ჩვენ კოცნით იმ ხელებს, რომლებმაც დაგეგმეს თავდასხმა სიონისტურ რეჟიმზე. აი ამ ჯოჯოხეთზე რაც იქ მოხდა, თქვა, ანუ ბოროტების განდიდებაზე აქ ლაპარაკი, ხო? აი ეს ფოტო უკიდიათ, მასთან ვიყავთ ბავშვები, ამ ფასეულობებზე ლაპარაკი. მეორე ადამიანი, რომელიც ფოტოებს ასევე ნახავთ, ყველანი ერთმანეთთან კავშირში არ არის. ჰამასიც პირდაპირ კავშირშია ირანთან, ეგეც ვიცით, მაგრამ აი უშუალო კავშირით ყოფილი ორგანიზაცია არის ჰეზბოლა, ლიბანში აკონტროლებს თითქმის. მთავრობა სახელმწიფოში, სირიაში ის იყო ცოტა ხნის მთავარი მოთამაშე და მათი ლიდერი იყო
ეხლა ერთის აღარ არის ცოცხალი ჰასან ნასრალა, ვის ფოტოებსა და მაისურებსაც ხედავთ, ხო? ის ხელმძღვანელობდა ყველაზე უფრო ძლიერად შეიარაღებულ და სამხედრო თვალსაზრისით მომზადებულ ტერორისტულ ორგანიზაციას. ჰეზბოლა პასუხისმგებელი არის ათასობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელობაზე, სისხლიან ტერაქტებზე, მსოფლიოს სხვადასხვა ჰეზბოლა პასუხისმგებელი ნამდვილად არის უამრავ დანაშაულზე, რომელიც ხდება, მაგრამ ჯერ ერთი ჩვენი მოქალაქეები რაშვაში არიან ამ ყველაფერთან მიმართებაში. რაშვაში არიან, როდესაც ისინი აღნიშნავენ აშურას დღესასწაულს, რომელიც მათი რელიგიური დღესასწაულია. რაშვაშია. რაშვაში არის რიგითი ქართველი აზერბაიჯანელი თუ არა აზერბაიჯანელი, რა მნიშვნელობა აქვს? შიიტი ამ ყველაფერთან. და რა კავშირი აქვს ამას მასთან? რა კავშირი აქვს? ამოდის რომ ეს ყველა ომთან, რომელსაც კათოლიკური სამყარო აწარმოებდა, რომის პაპი ყოფილა ყველაფერთან დაკავშირებული. ამათი ლოგიკით. კი ბატონო, ჯვაროსნული ომების დროს არაფინ არ დაუწ რომის პაპი იყო დაკავშირებული, მაგრამ ახლა რაც ხდება, რასაც ამერიკა აწარმოებს ამ ომს, რასაც დასავლეთის ქვეყნები აწარმოებენ აი ამ ომებს, ყველაფერში ყოფილა დამნაშავე აი ესა. და ეს რო აქ უბრალოდ სახელები და გვარები რო შეცვალა ლიდერების და ჩასვა უბრალოდ აი ამათი სათაყვანებელი პიროვნებები. ჩასვით უბრალოდ ამათ ადგილას ტრამპი, ჩასვით ნეთანიაჰუ, ჩასვით ეს იოზეფ გალანტი, რომელიც გამოაცხადა ჰააგის ტრიბუნალმა სამხედრო დამნაშავე. ამ შემთხვევაში რა ხდება? და ადამიანია რა მნიშვნელობა აქვს ის მოკლა. მშვიდობიან მოსახლეობაზე მაქვს მე საუბარი თუ არა, კარგი, ომის დროს გასაგებია. მოწინააღმდეგესებისთვის. ამ დროს სატრაქში არის თქვენი სინდისი, ნამუსი, კაცთმოყვარეობა, თავმოყვარეობა, ადამიანის უფლებები, ბავშვების უფლებები. თუ რადგანაც ესე იგი ებრაელის ბავშვი ბავშვია, უკრაინელის ბავშვი ბავშვია, სირიელის ბავშვი არ არის? ირანელი ბავშვი არ არის? აი, ეს არის ამათი ლოგიკა. ამათი ამოსავალი წერტილი, ამათი აზროვნება და ამ ავადმყოფებს აქვთ ოკუპირებული ამ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ტვინები. ამას ბოკერია საერთოდ როგორ უნდა ლაპარაკობდეს ხალხი. ვინა არ ჩვენ მაინც არ ვიცოდეთ ვინა, მაგრამ ნაციზმ ახლა ბიზნეს მადლი ფარავს და კოჰაბიტაციის ოაზისში და ჩერგო, რა ქვეყანას აქცევენ. წერტილში და ის წარმოადგენს ირანის საგარეო ბოროტების ღერძის ერთ-ერთ საკვანძო კომპონენტს. უბრალოდ სხვა არის მასალის შემზარავის რის გახსენება შეიძლება, მაგრამ ორი ციტატა რო გავიხსენო, გასაგები რო იყოს, რასთან გვაქვს საქმე. პირველი ესეთ რამე აქ თქვენ ებრაელებს, რომ ებრაელებიო, ყველანი თუ შეგროვებდებიან ისრაელში, ძალიან კაიო, ჩვენო რესურსებს დაგვიზოგავს, ანუ ერთად ამოვხოცავთო აი ამას. საჯაროდ სიამაყეთ ამბობდა და მეორეც ძალიან ნიშანდობლივი იყო ჩვენ კონტექსტში განსაკუთრებით, რომ ჩვენ საიდუმლო იარაღები მოვიპოვეთო, ნასრალას სიტყვებია, სიონისტური რეჟიმის წინააღმდეგო, რადგან ჩვენ ისევე გვიყვარს სიკვდილი, როგორც მათ უყვარს სიცოცხლე. ანუ მეგობრებო, შეხედეთ რაშია საქმე, ებრაელების დამცველია გამოსული. ებრაელებს იცავს რა. თურმე აი ებრაელებს როგორც მიღებულია, თურმე ებრაელი უნდა დაიცვა, ყველა ვალდებულია ებრაელი დაიცვა. კი მაგრამ, აგერ გუშინ თუ გუშინწინ უკრაინის ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ისეთი სამხედრო დამნაშავეები, ფაშისტები, ბანდერას და შუხევიჩის კლანიდან, რომ გადმოასვენეს და დიდი პატივით დაასაფლავეს უკრაინაში. რის გამოც პოლონეთის პრეზიდენტმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა და სხვებმა პროტესტი გამოხატეს, იმიტომ რომ ვალინას ხოცვა-ჟლეტვაში ზუსტად ბენდერები ღებულობდნენ და უკრაინელი ნაციონალისტები ღებულობდნენ მონაწილეობას და დღემდე არ აძლევს უკრაინა უფლებას, რომ პოლონეთმა გამოიწვიოს პოლონელი ხალხის გენოციდი. რომლებსაც ასევე მოწყობილი აქვს ებრაელების გენოციდი და ისრაელიც კი შეშფოთდა. სატრაქში იყო მაშინ, ჩერგო და სატრაქში იყო მაშინ ეს რა ქვია, გიგა. ამაზე რატო არ ლაპარაკობდა არავინ და სხვა უკნიდან განათლებული ეს პროგრესისტები, ებრაელების მცველები. ანუ სიკვდილის კულტზე ვლაპარაკობთ ჩვენ.
შემდეგი ადამიანი კიდევ ის ფოტოებსაც ნახავთ საუბედუროდ ბევრ საჯარო შეკრებებში საქართველოს მოქალაქეების, ეს არის სამხედრო ოფიცერი სულეიმანი, ირანის საგარეო ოპერაციების შეფი, რომელიც ამ ყველა ქსელს კურირებდა და იმდენად სახიფათო ფიგურა იყო, რომ 2020 წელს ამერიკის პრეზიდენტის პირდაპირ ბრძანებით შეერთებულ შტატებმა ის ბაღდადში უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული წერტილოვანი დარტყმით გაანადგურა. ანუ კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, სიკვდილის კულტს წარმოადგენენ ეს ადამიანები. ანუ რას ამბობს ახლა? თვითონ ირანის სულიერმა ლიდერმა, რომელმაც თავი გაწირა მისი ქვეყნისთვის და ყველა უნახეთ ხო ეს ყველაფერი და იმ გენერალებმა, რომლებმაც თავი გაწირეს თავიანთი სამშობლოსთვის და თავიანთი რწმენისთვის, შეიძლება ჩვენ მოგწონს, არ მოგწონს, ფას მოწონს, არ მოწონს, ეს მათი სამშობლოა. ეს მათი სამშობლოა. ბრძოლა, რომელიც ირანელებმა მართლა მოიგეს ამერიკელებთან, ხო? ეს ყოფილა თურმე სიკვდილის კულტი. სიკვდილის კულტი ყოფილა, კაცო. ეს როგორ? საკუთარი სამშობლოსთვის თავგანწირვა და თავდადება. რაც შეეხება ყასიმ სულეიმანს, ყასიმ სულეიმანი ნამდვილად ძლიერი ფიგურა იყო, რომლის ძალიან დიდი შიში ჰქონდათ არა მარტო ამერიკელებს და არა მარტო ახლო აღმოსავლეთის ძალიან ბევრ ლიდერს, არამედ თვითონ ირანშიც. და რაღაცნაირად ამ ხალხს ავიწყდება, რომ ყასიმ სულეიმანი სირიაში, როდესაც ჭირდებოდათ ამერიკელებს, ამერიკელები მასთან ერთად გვერდი ბრძოდნენ და უამრავი ერთობლივი ოპერაციები ჰქონდათ ჩატარებული, ისევე როგორც ამერიკულ, ებრაული, ანუ ისრაელის და ამერიკის უამრავი სამხედრო დახმარება მიდიოდა ირან-ერაყის ომის დროს. მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება რა. ეს ხალხმა არ იცის, კაცო, ეს იცის მარტო ჩერგომ და ეს იცის მარტო გიგამ. სამარცხვინოა, ეცეთ, აი მეზარება სიმართლე გითხრათ გავყვე ახლა და ამის ნაბოდიალებს გავცე კიდე პასუხები, მაგრამ მოდი ცოტა ხანი მაინც მივადევნოთ თვალი. წარმოადგენენ სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც და სიცოცხლეშივე სამივე აკეთებდა ყველაფერს, რომ რადიკალური ფუნდამენტალისტური ისლამი, არა ზოგადად ისლამი, ამაც ხალხს უზვავ, რადიკალური ფუნდამენტალისტური პოლიტიკური ისლამი და ტერორიზმი გაევრცელებინათ სოფლიოში ყველგან, სადაც იმ ტიპის ქსელი და დასაყრდენი ეგულებოდათ, როგორის ფორმირებასაც უყურებთ ახლა დღეს საქართველოში. ამ ადამიანების, აი ამის ჩამდენი, ამის თქმელი ადამიანების ბანერებით აწყობენ საჯარო მსვლელობებს საქართველოს მოქალაქეები და თუ კი მსგავს მსვლელობებზე ადრე ცოტა ხალხი იყო, 50 კაცი იყო, ეხლა ხედავთ ბევრად მეც. 1000. ეს ანიშნავს, რომ ყველანი დღეს ამ იდეებით მოცულები არიან. და მერთმა არ ქნას რომ მაგამდე მივიდეს საქმე, მაგრამ აშკარაა ტენდენცია, ხო? ამ ადამიანების განდიდებას ასწავლიან მუსლიმ ქართულ ბავშვებს საქართველოს ტერიტორიაზე. აგერ 5 თებერვალს მარნეულში იმამ ალის მეჩეთში აიათოლა ხამენეის დიდი ბანერის ფონზე გაიმართა შეკრება, სადაც ქადაგებისას განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორც არის უზენაესი ლიდერის აღიარება, მორჩილება და დაცვა. და რა სენსაციას ამბობს ხალხო, წარმოგიდგენიათ? როგორ ასწავლიან შიიტი მუსულმანები თავიანთ შვილებს და თავიანთ მომავალს, თავიანთი სულიერი ლიდერის თავდადებას და თავგანწირვას. ეს როგორ შეიძლება რო ასწავლო, კაცო? ეს ხო დანაშაულია. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ როდესაც ვასწავლით, ნორმალური ქრისტიანები მომავალ თაობას. და არა ესეთები ჩერგო და ესენი რო არიან და უგრინდა განათლებულები, რა ვიცი, ევროსტანდარტის ქრისტიანები. და არა ესენი. ჩვენ რო ვასწავლით სიტყვაზე ჩვენი თავდადებული მეფეები, ჩვენი თავდადებული დედოფალი, იგივე ქეთევან წამებული, ხო? იგივე დავით და კონსტანტინე მხეიძეები, რომლებიც შეეწირენ სამშობლოს დაცვას. აი ეს რა უბედურებაა ხალხი. ბიჭო, მუსულმანია ეს ადამიანი, შიიტი არის, თავისი რელიგიის, თავისი ისტორიის, თავისი სულიერი ლიდერის გმირობას ასწავლის და თავდადებას ასწავლის, აბა შერგოლეიშვილის და ბოკერიას ნაირად იმას ვარ ასწავლიან, რა ქვია, ბავშვებს თოთვასაკში პრეზერვატივის ხმარებას და იმას, რა ქვია, აბორტის გაკეთებას და რა ქვია, სპირალის ჩასვას საშვილოსნოში. ვინგან განსხვავებით ისინი სხვა სარწმუნოების და სხვა ღირებულების ადამიანები და რა არის ამაში ტრაგედია, თუ კი ადამიანი არის შიიტი და თავისი სულიერი ლიდერის მოწამეობრივ ცხოვრებას ასწავლის რა ვქნათ, გავყაროთ ეს ადამიანები საქართველოდან, არ არიან ჩვენი თანამოქალაქეები. თუ რა უყოთ? მე უამრავი აზერბაიჯანელი მინახია საქართველოსთვის თავდადებული. შორის აი ესე მოიხსენიება ისტორიაში სამასი ყარაჯალელი
რა ვიცი, შეიძლება ეწყინოთ ამის გულისთვის, რა ვიცი, ჩემი უშიშროება მიჭერდა. მაგრამ ასეა ცნობილი ხო, ყარაჯარელი თათარი სამასი, რომელიც კრწანისის ველზე იბრძოდა ერეკლეს მხარდამხარ ზუსტად ირანის წინააღმდეგ. აღარ მომბ აფხაზეთის ომს, რომელი აფხაზეთის ომშიც თავი ჰქონდათ დადებული, უამრავ აზერბაიჯანული წარმომავლობის ადამიანს. მე ომებში სოროსელები არ მინახია არსად, დეზერტირი სოროსელები. ეს თავდადებული ადამიანები კი მინახია და ვიცი მათი თავდადება ისინი არიან შეიძლება სხვა რელიგიის ადამიანები და არიან კი ბატონო, მაგრამ საქართველოს პატრიოტები ბევრი მინახია მე მათ შორის. ჩერგოლეიშვილიდან და ბოკერიადან განსხვავებით. აი, გავყოთ ცოტაც. ბოლოს 8 მარტს მივიღეთ სრულიად უპრეცედენტო სურათი საქართველოს მოქალაქეები შუაგულ თბილისში ირანის საელჩოს წინ მორჩილებას უცხადებენ უცხო ქვეყნის ამდენად სახიფათო რეჟიმს. ხო, აიათოლა ყველა შენი ბრძანების შესასრულებლად მზად ვართ. ამას სკანდილებდნენ ისინი. ყველაფერი ეს ერთობლივობაში არის იმ სახიფათო ვითარების რას ასწავლით თქვენ წარმოიდგინეთ? თურმე ისლამიო მორჩილებასო მოითხოვს. ისლამი თვითონ მემორჩილეს ნიშნავს. ასეთი მართლობის სტილის რელიგია და მათი სულიერი ლიდერი არის მათი. იმიტომ არის რომ სულიერ ლიდერებთან დაპირისპირებას ყველა ერიდება. იმიტომ არის რომ ჯიჰადის ყველას ეშინია, იმიტომ რომ მუსულმანი ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები თავის სულიერ ლიდერს ემორჩილება. და ჩემოკარგება, როდესაც გეუბნებოდით, რომ საქართველოს გავსებთ უცხოტომელებით, შემოსული უცხოტომელებს ემაქმენ საუბარი და არა ის, ვინც საუკუნეებია ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. არა, სხვა ეს იქნებოდა არაბები, პაკისტანელები, ირანელები და ასე შემდეგ, რომლებსაც თვითონ მუსულმანებს ერთმანეთში აქვთ უამრავი დაპირისპირება და მათ შეიძლება შეასრულონ საქართველოში თავიანთი სულიერი ლიდერის დავალებები. ამაზე დგას მთელი პროქსი ომები და ყველაფერი. მაშინ რას ამბობდით? ინა ნაცი გინდა ქოცი. ეს ინვესტიცია, თქვენ რუსეთის აგენტებო, თქვენ როგორ არ გინდათ ქვეყნის განვითარება და ისე შემდეგ, რასაც იძახოდა ბოკერია, ჩერგოლეიშვილი და ეს მათი დამპალი, რა ვიცი, აზროვნება იმას იძახიან ქოცები დღესაც. არანაირი განსხვავებაც. რათა აი აისბერგის წვერი, რომელიც ქვეყანაში ირანის გავლენის ზრდის შედეგად მივიღეთ. და აქვე გავიხსენოთ რა მოხდა იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი საოპერაციო ქსელების გამოყენებით ირანის გავლენა განუზომოდ გაიზარდა. ანუ არ ვადარებ იმ გავლენას ჯერ იქ სადაც ჩვენ ვართ. მაგრამ საწყისი ერთი არის, ხო, მაგალითად ლიბანი ქვეყანა, რომელიც ოდესღაც ახლო აღმოსავლეთის შვეიცარიად იწოდებოდა, ირანული პროქსი ჯგუფების ჰეზბოლას ხელში აღმოჩნდა, ანუ სახელმწიფოში აქვს შიგნით, თერმა შექმნა ეს ვითარება მთლიანად მისი რესურსებით, პოლიტიკური სამხედრო დახმარებით, საკუთარი უზარმაზარი არმია აქვთ, ფულით, გავლენებით, ტერაქტებს უწყობენ. ისრაელის წინააღმდეგ კი არა, შიგნით, საკუთარი ლიბანის მოქალაქეებს, ხო, ცნობილი ტერაქტები აქვს შედენილი, რომ ძალაუფლება ჰქონდეთ. ანუ მძევლად ყავთ პრაქტიკულად მთელი ხალხი, ქვეყანა აყვანილი ამ ჯგუფს ჰეზბოლას, რომელიც შეიძლება უაღრესად წარმატებული ქვეყანა ყოფილიყო. იგივე შეგვიძლია ვთქვათ იემენზე, სირიაზე. ყველა ქვეყანაში, სადაც აიათოლების რეჟიმი შიდა საყმენი მოიპოვა და მერე გააზრიერეს და ბოლომდე გაშარეს ფრთები, მივიღეთ აი ეს ბოროტების ზეიმი. და ამის საწყის ნიშნებს ხედავთ დღეს საქართველოში. და ეს გავლენა იბრძოლამდე მისული რომ ირანის ელჩი ბედავს ჯერ ქართველების ისტორიული ტრის ჩაჰაბასისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მოწყობას, სადაც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები დადიან და რაც თავარია მე ბედავს ღია მუხარას, რომ ქვეყნის შიგნით ცუდად მოიქცევა საქართველო, რაც მათ არ მოეწონებათ. იცოდეთ თუ შიგნით აგაფეთქებთ რა, ეს იყო არსი მგზავრნის, რომელიც ამ ელჩისგან ყველაზე სენსაცია რა არის, იცით ხო? ყველაზე დიდი სენსაცია ის არის, რომ ადამიანი, რომელიც იაღოველების პირწავარდნელი დამცველი იყო და მართლმადიდებლური ეკლესიის დაუძინებელი მტერი იყო, შაჰაბაზზე გელაპარაკება. თუ რა ცუდი ყოფილა შაჰაბაზი, რომელიც თვითონ ატარებდა საქართველოში შაჰაბაზის პოლიტიკას და ეკლესიებს, ანგრევდა სასულიერო პირებს, იჭერდა, ცემდა, ტყებდა იმას რა ქვია, მრევლს და რა დღეს შეაგდებდა ხალხს. გადახედეთ ელემენტარული აი ეს ამათი მოსვლის დროს გლანის ეკლესიის დარბევის მოვლენები. გადახედეთ შეხედეთ. რაც შეეხება იმას, რომ უცხო ირანს აქვს პროქსი ძალები, რომლებიც არის გაბმული სხვადასხვა დიახ, ასე არის. ირანი არ არის გამონაკლისი. ასე არის ყველგან და ყველა ქვეყანა ასე არის. გადახედეთ ევროპას, რამდენი ტერაქტი მოხდა.
Რამდენი ინტერაქტი მოხდა, როდესაც შეუშვეს ეს დევნილების ნაკადები. Რამდენი ინტერაქტი მოხდა. ასე ხდება, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შემოუშვებ და უკონტროლოდ დაასახლებ შენ ქვეყანაში და მიცემ საშუალებას, რომ შენ საზოგადოებაში იცხოვროს უპრობლემოდ. იქ აუცილებლად გაჩნდება პარალელური საზოგადოებები. რომელი პარალელური საზოგადოებაც არ აქვს მნიშვნელობა ის ირანის ხელმძღვანელი იქნება თუ, რა ვიცი, საუდის არაბეთის ის თავის დავალებას შეასრულებს, ისე როგორც შესასრულებელი. მაგრამ მაგ დროს ეს არ ახსენდებოდა 20,000 თურქს მე მივეცი მოქალაქეობა. 20,000 თურქს. ამათ მომიცეს მოქალაქეობა. ერთ დღეში და. კარგი, გავყვეთ. აქ მე მომისმენია არგუმენტი ბჭყალებში ამას დაკავშირებით, რომ ეს ჯგუფები არიან და სუსტები რომ არ აქვს მათ გავლენა ქართველი ეთნიკური აზერბაიჯანელების მოქალაქეების უდიდეს ნაწილში მათ მხარდაჭერა არ აქვს, რა თქმა უნდა, ეს ასე არის, ჩვენი ქართველი აზერბაიჯანის უმრავლესობა არ არის ამ განწყობის და არ არის ამ ფასეულობების, ამ სიკვდილის კულტის მიმდევარი. უღონთ, ჩვენ რა უნდა დაველოდოთ სანამ ვითარება გაუარესდება ან უმრავლესობაში მოიპოვებენ მორალურ ინიციატივას, რომ ყოველს უნდა გვახსოვდეს, რომ ლიბანის მაგალითად იმიტომ მოვიყვანე, არ არის აუცილებელი უმრავლესობა იყო. თუ შექმნის სტრუქტურას, თუ გაქვს რელიგიური ინფრასტრუქტურა ხელში ჩაგდებული, თუ გაქვს ფული და გარე ძალის მხარდაჭერა, და რაც თავარია, თუ ქვეყნის შიგნით არ არსებობს ლეგიტიმური ძალა ქვეყნის ხელისუფლების საკეთ, რომელიც ამას აღკვეთავს, მერე არც არის საჭირო რომ უმრავლესობამ მოგემხროს. ძეულად აქცე უმრავლესობას და მერე მთელ ქვეყანას თუ ინიციატივა შენ გაქვს და ძალა გაქვს. და ამის პირველ ნიშნებს ხედავთ აქ და ვინც გვეუბნება რომ იცი ამათ ეს მარგინალები არიან, ისინი ან გულწრფელად ძალიან ცდებიან, ან შეგნებულად გვატყუებენ ყველას, იმიტომ რომ დალოდება სანამ მარგინალები გახდებიან განსაზღვრელები კლიმატის ჯერ ერთ თემში და მერე ძელა დაიყვანენ მთელ ქვეყანას, არის უბრალოდ პოლიტიკური მოღალატეობრივი უპასუხისმგებლობა. ახლა დააგვირდით, რას ბოდავს და როგორ აქვს გახსნილი გონება თურმე. მაგრამ ეს ყველაფერი მიმართულია ერთ ჯგუფზე, შიიტურ ჯგუფზე და იმიტომ რომ ეს შიიტური ჯგუფი არის, რა თქმა უნდა, ირანთან დაკავშირებული. ატონი ბოკერია უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იყო მაშინ, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ და მიხეილ სააკაშვილმა მიიღო კანონპროექტი საქართველოში სხვა რელიგიური კომპენსიების უპრობლემოდ რეგისტრაციის შესახებ. რაზეც პატრიარქი წინააღმდეგი იყო და მოუწოდებდა. ყველა მართლმადიდებელი ნორმალური იყო ამ ყველაფრის წინააღმდეგი. ამაზე ერთი ომი და ერთი ფრონტი გქონდა ჩვენ ბატონ შალვა მაღრაძეს პარლამენტში, როდესაც ქონებრივ თანასწორობასაც ითხოვდა ეს ხალხი. და რელიგიური კომპენსიების უპრობლემოდ ისა გაფორმება საქართველოში რაღაც შეზღუდული პასუხისმგებლობის ლამის საწარმოებად ხსნიდა საშუალებას იმისა, რომ 10-15 კაცი შეკრებილიყო თავის რელიგია გამოეცხადებიათ და უცხოეთიდან მიიღოთ დაფინანსება. აი, ეს ქვეწარმავალი იყო მაშინ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, როდესაც საქართველოში ეს კანონპროექტი იქნა მიღებული. ახლა თურმე ეშინია ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ირანიდან შემოსულმა ფულმა თურმე საქართველოში არ მოახდინოს რაღაცა არეულობა და უბედურება. საკანონმდებლო ბაზისი ზუსტად აი ამის და ნაცების გაკეთებულია ყველაფერი და ხოცემა რა თქმა უნდა ხელი დააფარეს ისე როგორც ბოკერიას დააფარეს ხელი და ეს კანონპროექტი დღესაც წარმატებით მუშაობს. ახლა თავისივე მიღებულ კანონპროექტს აკრიტიკებს და ჩვენთან რა უნდა მე ვერ ხვდები. მას შორის ნახეთ გამოვლინებები ამის, რადგან თქვით რომ აისბერგის წვერია საზოგადოებას უნდა უთხრათ, როგორია ეს ინფრასტრუქტურა. ამაზე ძალიან დეტალური მოხსენება გააკეთა ჰადსონის ინსტიტუტმა, გიორგი კანდელაკმა და ლუკოფიმ, რომელიც დაინტერესებს შეუძლია ნახოს კიდევ უფრო მეტ დეტალში, აქ ყველა ამ დეტალს არ ვახსენებ, მაგრამ უნდა აღწეროთ, ხო, პირველი უნდა ვახსენოთ ალი მუსტაფას უნივერსიტეტი, რომელიც ფლობს 3 კამპუსს საქართველოში, თბილისში, მარნეულში და გარდაბანში. ამ უნივერსიტეტზე, ეგრეთ წოდებულ უნივერსიტეტზე, კანადისა და ამერიკის მთავრობები ამბობენ, რომ ის წარმოადგენს ყუთსის ძალების საერთაშორისო სარეკრუტო ქსელს, რომელიც უცხოელი სტუდენტების ინდოქტრინაციის და მათი ტერორისტულ ლეგიონებში გადაბირების საქმეშია საკვანძო ინსტრუმენტი. ამ ეგრეთ წოდებულ უნივერსიტეტში, მაგალითად აკადემიურ თანამდებობას იკავებს ასეთი ადამიანი, მოხსენ რაბანი, რომელიც ბრალდებულია არგენტინაში კულტურის ცენტრის აფეთქებაში და 90-მდე ადამიანის მკვლელობაში. ანუ ეგეთ ხალხი ყავთ აკადემიურ სტრუქტურაში, ამ უნივერსიტეტს, ხო? გერმანიის ფედერალურმა დაზვერვამ ამ უნივერსიტეტთან
დაკავშირებული 700-მდე პირი ჰეზბოლასთან კავშირში და ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ამ ეგრეთ წოდებული უნივერსიტეტს აძლევენ ფუნქციონირების შესწავლებას და ამ დროს ხურავენ და უქმებენ ილიას უნივერსიტეტს პრაქტიკულად, ხომ მათი ნაბიჯებით. იმიტომ რომ მათი თქმით, აი ამ სამარცხვინო არარაობების ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისტების ილია მათთვის არის მტრების ბუდე. და ალ-მუსტაფას ეს უნივერსიტეტი, რომელიც აი რადიკალი ფუნდამენტალისტური ისლამისტების რეკრუტირებისთვის არსებობს, შეუფერხებლად საქმიანობს საქართველოში. და აქ მე სენსაცია ხალხო. ახლა აღმოუჩენია ბოკერიას, რომ ნებისმიერი რელიგიური თუ საგანმანათლებლო დაწესებულების გახსნა საქართველოში არის უცხო ქვეყნის გავლენის გაძლიერება და შენ ქვეყანაში უცხო ქვეყნის რეკრუტირების საშუალების მიცემა უცხო ქვეყანაზე შენ ქვეყანაში რეკრუტირება მოახდინოს შენი საზოგადოების მისდევს ასიკეთო. ახლა მე მაინტერესებს ერთი დემირელის სკოლების მთელი ქსელი რო გააკეთეთ ეს როგორი იყო ერთი ან მე მაინტერესებს ერთი მთელი ეს აღმზრდელობითი დაწესებულებები, რომლებიც საბავშვო დაწესებულებები, რომლებიც ზუსტად რო თურქების დახმარებით გააკეთეთ და თურქებისთვის გააკეთეთ, რომლის რა ქვია სააკაშვილის დედა რო იყო, მის საყვარელი. და ფეხქვეშ გაუგეთ თურქებს, როგორც სასწავლებლები, ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რელიგიური მიმართულებები, ყველაფერი. თქვენ გააკეთეთ ეს თავის დროზე. და ირანის ერთმა უნივერსიტეტმა ამ ხელაში ფოთვა გამოიწვია და ამან არაფერი. თუ რა არის ახალი იმაში, რომ ზუსტად იგივე ილია უნი იქნება, თუ რა ვიცი მე 1000 ეს რაღაცა გადაგვარებული სკოლები და გადაჯიშებული ესენი, რა ქვია, წარმომადგენლობა საქართველოში უცხო ქვეყნის, რომლიდანაც სადაც უკნიდან ანათლებენ საზოგადოებას და ზდიან, რავი, ბრიტანული სკოლაო, თუ ამერიკული სკოლაო, თუ რა ჯანდაბის სკოლაა და ოხრობის სკოლაო, ისინი არ აქცევენ ქართველების მენტალობის შეცვლას, თავიანთი გავლენის აგენტურის გაზრდას საქართველოში? თუ მანდამაინც ირანის უნდა იყოს, რომ დაინახო. დაინახა ბიჭმა. 1000-ში ერთი დაინახა და იმ 999-ს ვერ ხედავს. ისმინი არგუმენტი, რომ ესენი აკრედიტირებული არ არის, რომ ილია უნიას ხო რაღაცა ოფიციალურად შეუზღუდეს საშუალება, რომ ლეგალურად, ნორმალურად იარსებოს და მიყავთ იმისკენ საქმე, რომ ვეღარ იარსებოს და აი აქ ხო და ამათ საერთოდ არ აქვს აკრედიტაცია, წარმოგიდგენთ რა ცინიზმი არის. ხო და ეგ მათ საპირისპირო არგუმენტი არის. ეს ხალხი აკრედიტაციებს და რაღაცა ბოლონის პროცესში მონაწილეობისთვის კი არ ამზადებს ახალგაზრდებს. ამზადებენ ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათო და მთელი მსოფლიოსთვის სახიფათო რეჟიმის სამსახურისთვის და საერთოდ არ ჭირდებათ აკრედიტაცია. ანუ აკრედიტაციის გარეშე რო არსებობენ და ამას ჩადიან ამაზე თვალის დახუჭვა ან ამის მიშვება არ არის ქვეყნის ინტერესების ღალატი და ნაღმის დადება. ამას გვეუბნებიან, ამით იმის ფაქტი არ მინდა. თქვენ შეიძლება არსებობდეს ჯგუფი, რომელიც აკრედიტაციის გარეშე ასწავლის ბავშვებს რაღაცას. და აკრედიტაცია საჭიროა მხოლოდ პრობლემებისთვის, შემდეგ აი უმაღლესი განათლების სერტიფიკატი რომ მიიღო. და აქ ხო ამოცანა ეგ არ არის. ამიტომ უტიფარი ცინიზმია ეგ პასუხი ამ რეჟიმის. ამ უნივერსიტეტთან ერთად საქართველოში ფუნქციონირებს ალბეითის სოფლიო ორგანიზაცია, იგივე ახალი ბეითი, რომლის დაქვემდებარებაში არის ასე 4 მეჩეთი, არაერთი მედრესე და საქველმოქმედო ფონდები. ამ ფონდის ხელმძღვანელი არის რეზა რამეზანი. გერმანიის მთავრობამ ანტიკონსტიტუციური და სადაზვერვო საქმიანობის გამო რამეზანის ცენტრი ჰამბურგში აკრძალა უკვე. ამ კაცმა საქართველოში ვიზიტისას არც უსე დიდი ხნის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველო არის კავკასიაში ირანის ოპერაციების სტრატეგიული ბაზა. ასეთი ინფრასტრუქტურა გვაქვს საქართველოში. ანუ სანამ ეს რეჟიმი სამარცხვინო ივანიშვილის რეჟიმი შვედური და დანიური სამოქალაქო ფონდების ფულს დაძდებს და მათ ადგილობრივ პარტნიორებს მოღალატეებად, აგენტებად რაც ხავს და სუვერენიტეტს ვიცავთ მათგანო. მანამდე საქართველოს უკონტროლოდ მოძრაობს ირანის რეჟიმის ფული ვერტიკალურად, რომელიც აი უცხო ქვეყნის პრიული რეჟიმის საოპერაციო ქსელს ამარაგებს. აი ამ ქსელის გამოყენებით, რაც მოკლედ აღწერეთ, ხდება საქართველოს მოქალაქეების ჯერ ინდოქტრინაცია, ჯიჰადისტური, ანტიცივილიზაციური იდეოლოგიით. ამ სივრცეებში ხდება მათზე დაკვირვება, შემდეგ მიყავთ თვითონ პილიგრიმობისთვის, ანუ წმინდა ადგილების მოსალოცად და იქ ადგილზე ხდება მათი პირდაპირ რეკრუტირება ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ. ამას ადასტურებს ძალიან კარგი რეპორტაჟი რადიო თავისუფლების ნასტასია არაბულის, სადაც პირდაპირ არის აღწერილი ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე თავის პირად გამოცდილებას ყვება, რა ანატომია არის, აი უბრალოდ ციტატა რო წავიკითხოთ. მეშეთში როგორც წმინდა ქალაქში, ისე ვიყავი წასული საქართველოს მუსლიმთა შეიხის ორგანიზებულ ტურზე. სასტუმროში ოთახის კარზე დამეკაკუნეს და მითხრეს -2 სართულზე ჩავყოლოდი. იქ სამი კარგად
იურიდიულად გამოწყობილი კაცი დამხვდა. ამ კაცებმა ამას უთხრეს, რომ მასე ბევრი ინფორმაცია ჰქონდათ და იცოდნენ მისი პრობლემების შესახებ. მზად ვართ შენი პრობლემები მოვაგვაროთ. ფულსაც მოგცემთ მარნეულში სპორტულ დარბაზის გასახსნელად. მზად თუ ხარ ხამენეისთვის სიკვდილზე წახვიდეო. ბილეთებს გიყიდით. თურქეთში ან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გაგიშვებთ, იქ მოვა ადამიანი, დავალებას მოგცემს და ის უნდა შეასრულო. ეხლა აქ აღწერილი არის მცდელობა, ეს ადამიანი არ მოხდა რეკრუტირების ქვეშ, ისე როგორც ჩვენი აზერბაიჯანელი ქართველების უდიდესი ნაწილი დარწმუნებული ვარ. არ წამოიგება ამას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ შედეგებს. როდესაც საქართველოს მოქალაქეები არიან ხილებულნი მონაწილეობაში ირანის მიერ დაგეგმილ ოპერაციებში. სოფლის ალასარავია კაცო, ესე იგი ფული შეთავაზეს და თანამშრომლობა შეთავაზეს? ანუ რასთან გვაქვს ხალხო პრობლემა, იცით? აქ მთელი პრობლემა არის იმაში, რომ ირანიდან აღებულ ფულს აქვს პრობლემა. თუ არა, ამერიკიდან და დასავლეთიდან აღებული ფული, ამერიკიდან და დასავლეთიდან უკნიდან განათლება. რა პრობლემა? ვიღაცა აზერბაიჯანელმა თურმე უარი თქვა ირანში ფულის აღებაზე და ყოჩა ღმას, რომ ირანული ფული არ აიღო. სასამართლომ, საფრანგეთის სასამართლომ, ბრიტანეთის სასამართლომ, ყველამ გაამართლა. გეზერაშვილი არავინ არ მოგწევს. გეზერაშვილი ყველაზე მდგომარეობა იყო მის საქმეში. გეზერაშვილი გაფინანსებს ქალბატონეთა. არ გადმოსცეს. ანუ რასაკვირველია, გეზერაშვილი არ მაფინანსებს, მაფინანსებს European Endowment for Democracy, National Endowment for Democracy, Soros's ფონდი მაფინანსებს, ბრიტანეთის მთავრობა მაფინანსებს, ასევე კამპანია საფინანსო. ჰოლანდიის მთავრობა. აი საქართველოს მე მაფინანსებ. ეს თქვენ. მე მაფინანსებ ჰოლანდიის მთავრობა. დიდი ბრიტანეთის მთავრობა. ახლა ამას რა ეშველება, გიგა? შენი ცოლი, რა ვიცი, ფეხები რო აქვს აშვერილი და ყველა კუთხიდან ფულებს იდებს ერთ ადგილში. ამ გავლენებს რა ეშველება? თუ ესე იგი ევროპელის მიმართ თუ ხარ მოღალატე, გამყიდველი და ქვეყნის დამაქცევალი, ეს პრობლემა არაა. მაგრამ აი ირანიდან აღებული ფული არის პრობლემა თუ არა? რა პრობლემაა? იყავი ბრიტანელის კახვა, რა პრობლემაა იყავი ჰოლანდიელის კახვა, რა პრობლემაა იყავი ებრაელის კახვა, რა პრობლემაა იყავი ამერიკელის კახვა. აქ ამაშია ხალხო საქმე. იმათ აძლევენ საშუალებას ფულის მიცემისასო და ჩვენ გვიგზალავენო. პრობლემა აქაა რუსულმა კანონმა ჩვენ აგვიგზალაო ფულიო. ამათო საშუალებას აძლევენ. აი ეს რას ნიშნავს? ეხლა თქვენ ხედავთ საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ჩამოყალიბებულ, რაფინირებულ, რეკრუტირებულ, გამოზრდილ მოღალატეს, რომელსაც პრეტენზია გააჩნია, რომ მას უწევს კონკურენციას ვიღაცა. და თვითონ რო ღალატობს, ეს ნორმალურია. ეს პრობლემა არ არის. ეს პრობლემა არ არის. არა პრობლემა, რომ თავის დროზე ზვიადგამსახურდიას და ეროვნულ ხელისუფლებას ტყვია ესროლა, ისე იყო საჭირო. იმიტომ ბატონს უნდოდა მაშინ ისე. ინების ახმა მიდიოდა. რატო პრობლემა 2003 წელს გადატრიალება რომ მოახდინეს? ეს იყო პრობლემა, იმიტომ რომ სოროსს უნდოდა, სოროსმა მიცა ფული. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვათა შორის იმ მოვლენების დროს აიათოლა ხამენეამ ისეთი რაღაცა თქვა. სოროს ვაფრთხილებ. ირანის საქართველოს არ ეგონოს. 20 მილიონი გადაიხადა და მთავრობა შეცვალა. ირანში ყველანაირი ხელის ფათურიო, ვინც გააფათურებს ხელს არ აქვს მნიშვნელობა, თითებს მივამტვრევთ ძირშიო. მართლაც ისე გააკეთეს. ამიტომ არის ის ქვეყანა დამოუკიდებელი თავის იდეოლოგიით და ძლიერი. ჩვენ კიდე აი ამათ ხელში ჩავარდნილი. გავაგზავნოთ ერთი. და სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს გადავიღალე ამ მოღალატის მოსმენით და არა ბევრი დარჩენილი და დავასრულებთ მალე რა. და გავცეთ ბოლომდე პასუხი. სხვა წერტილში. მაგალითად, 3 მარტს კრეტაზე დააკავეს 36 წლის საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქე, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში იყო დაბადებული და გაზრდილი, თავდაპირველად მარნეულის ერთ-ერთ შიიტურ მედრესეში სწავლობდა, რის შემდეგაც 2 წლის განმავლობაში რელიგიური განათლება, სიამოვნებაში კი ეს პოლიტიკური ინდოქტრინაცია ირანის ქალაქ ყუმში გაიღრმავა და როდესაც დააკავეს კუნძულ კრეტაზე 17,000 ევროთ აშშ-სა და ნატოს სტრატეგიული სამხედრო საზღვაო ბაზის მახლობლად ძვირადღირებულ ვილაში ცხოვრობდა, ხასუსო რა შესაძლებლობი ქონდა ძვირადღირებულში და იქიდან ამერიკული ბირთვული ავიამზიდის ბაზაზე შესვლა გამოსვლის და სადაზვერვო მონიტორინგს ახორციელებდა ფოტოების გადაღებას, უსაფრთხოების სამსახურებს უგზავნიდა მერე ამ მასალებს ირანისას. საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვი დააკავეს ნიუ-იორკში. ჟურნალისტის და აქტივისტის მასიხ
ალინეჟადი შეიძლება ნანახი ყავთ ეს გოგო აი ხუჭუშიანი აქტიური ანტი-აიათოლას აქტივისტი ირელი ამერიკელი არის მის მკვლელობის მომზადებაშია ბრალდებული ეს ადამიანი ცელ ბრალდებაში პირდაპირ კავშირი არის რომ ირანის რეჟიმის დავალებით ხდებოდა ეს ყველაფერი მე მოვისმენი ამაზე რომ აი ამ კონკრეტულ პირზე რომ ახლა საქართველოს მოქალაქეობა იმასაც ჰქონდა ახლა გუშინ წინ რომ აგერ რუსი მხატვარი მოკლა პოლონეთში ასე ზამახლა ზოგი ამ ქვეყნის მოქალაქეს დაავერბოკებს ზოგი იმ ქვეყნის მოქალაქეს დაავერბოკებს და მე რატომ უნდა ვიდარდო იმაზე რომ ვიღაცა მიდიოდა და სადღაც იმაში რა ქვია თვალთვალობდა ამერიკის ფლოტს რატომ უნდა ვიდარდო ეს მე რატო ეს ჩემი სადარდებელი ამერიკის ინტერესებზე შემტკივა გული და იმიტომ მე გული უნდა შემტკივოდეს იმაზე რომ არც ამერიკის ინტერესებს ატარებდეს საქართველოს მოქალაქე და არც ირანის ინტერესებს და კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს და თუ კი შეიძლება აიგრძელოს საქართველოში ირანული გავლენა რატო არ შეიძლება აიგრძელოს საქართველოში დასავლური გავლენა მე ამას ვერ ხვდები იმიტომ რომ ბოკერიას ცოლი და ბოკერია თვითონ მილიონებს შეუვლობს და ამიტომა კაი ავაკითხეთ ერთი გლეხკაც თუ აკაი დიდი ხანია საქართველოს წასულიაო და ცო ინფორმაცია გაავრცელეს რომ აქ რაღაც ბრალდებული და ძებნელიც არისო ცო ინფორმაცია რამდენიც სანდუარი ამ რეჟიმის იქიდე ცალკე საკითხია მაგრამ რომც ასე იყოს მე მგონი აშკარაა რომ აი ამ ყველაფრის შემხედვარე გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ კავშირი დავინახოთ აი ამ ქსელს ამ რეკრუტირების ცდელობებსა და აი ამ ფაქტებს შორის რაც ახლა აქ უცებ გავიხსენებთ ამ საფრთხეზე აი როცა დავინახეთ საგანგაშო ნიშნები ხო დავიწყეთ ამაზე საჯაროდ ლაპარაკი ფედერალისტებმა წელიწადზე მეტია ამ ინფორმაციას საზოგადოებას ვაწვდით სამწუხაროდ ოპოზიციურ ტელემედიაში არსებითი ყურადღება ამ ფაქტს არ დაუთმეს აი ბოლო მოვლენების ჩათვლითაც კი ონლაინ მედიამ კი ონლაინ მედია ამ ყველაფერს აშუქებდა რადიო თავისუფლებაც გავიხსენე აქ ტაბულა აშუქებდა ამას და სხვა ონლაინ მედიები მაგრამ ტელემედიები ვერ დაინახეს ის რაზეც ჩვენ გვჭირდება რომ ქართულ საზოგადოებას მივაწვდოთ ინფორმაცია. თუმცა აი ამ ჰადსონის ინსტიტუტის მოხსენების მე რადიო თავისუფლების შედეგად ჩვენ მე სხვა პოლიტიკურ პარტიებმაც მოახდინეს რეაგირება და როგორც იქნა რაღაცა ყურადღება სატელევიზიო მედიაში გაჩნდა და კითხვაც დაუსვეს რეჟიმის წარმომადგენლებს კიდევ გამორჩეულ პოლიტიკურ არარაობას ალბათ წილოსანს და მე მოვისმინეთ მისი პასუხი. გინდათ რომ რაღაცა დაპირისპირება თუ შუღლი გააღვივოთ რელიგიურ ნიადაგზე, ნამდვილად არ გამოგივათ. მიეცით ადამიანებს თავისი აღმსარებლობის ნორმალურად წარმართვის შესაძლებლობა, არანაირი უცხო ქვეყნის გავლენებს ამ ქვეყანაში ადგილი არ აქვს. ბოლო რაც ყველაზე მავნებლური გავლენები იყო NGO სექტორში, ვფიქრობ რომ ისიც გამჭვირვალობამ რაღაცნაირად დაარეგულირა და აღმოფხვრა. ანუ რას გვეუბნება ივანიშვილის რეჟიმის ეს მორიგი ფარი წარმომადგენელი პირველი მან დაგვადანაშაულა ყველანი ვინც ამ თემაზე საგანგაშო თემაზე ვსაუბრობთ ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ანუ მოგვაწერა ის რაც რა თქმა უნდა ჩვენ არასდროს არ გვითქვია რომ თითქოს ეს არის მთლიანად ჩვენი ქართველი აზერბაიჯანელების თელი თემის პრობლემა და არა კონკრეტული ქსელის და თუ რამე არის ეთნიკური შუღლის გაღვივება არის სწორედ ასე წარმოჩენა ამ პრობლემის არა როგორც უცხო ქვეყნის და თან აიათოლების რეჟიმის ქსელის პენეტრაციისა საქართველოში კერძოდ ჩვენი ქართველი აზერბაიჯანელების თემში არამედ დაპირისპირება საქართველოსი ამ თემთან ეს არის სიცრუე არ ვიცი ეს არ უთქვია რა თქმა უნდა ისინი აღვივებენ შუღს აი ამ ინტერპრეტაციით მეორე რომ ეს არის წმენის თავისუფლების საკითხი და მიეცით ხალხს საშუალება თავის წმენის თავისუფლება დაიცვას რომ ჯერ რა ფარისევლობაა ეს არის რეჟიმი რომელმაც ამ მიმართულებით ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა ხო ჩვენს უახლეს ისტორიაში ჩვენს სამოქალაქო მშვიდობას ყველას გვახსოვს ხო ღორისთავი მიჭედებული მეჩეთზე მათი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ და ზოგადად მათი რიტორიკა სწორედ ამ შუღლის გაღვივებას და ამ ეთნორელიგიურ და არასამოქალაქო ნაციონალიზმს ემყარებოდა და ემყარება დღესაც და აქ უცებ ფარისევლობად წმენის თავისუფლებას იცავენ და ამას უნდა ძალიან მკაფიოდ უპასუხოთ. არანაირი კავშირი არ არსებობს წმენის თავისუფლების საკითხსა, ანუ მცირესობების უფლებების. იმარა რას ბოდავს ახლა ეს შობელძაღლი? მთელი ამ ხნის მანძილზე შიიტ მუსულმანებზე არ ლაპარაკობდა? შიიტ მუსულმანებზე არ ლაპარაკობდა? რომლებთათვისაც სულიერი ლიდერი არის აიათოლა ხომეინი? არ არის? არ ლაპარაკ თუ ახლა გვაშტერებს ეს და ახლა მისნაირი კი წილოსანი ახლა რა განათლების და ინტელექტის და რა გამოცდილების ადამიანია ნუ ეს მე ზედმეტი არის შეუბარი მაგრამ ეს რასაც ლაპარაკობდა რას ლაპარაკობდა სხვას და არაო ჩვენ არ ვაღვივებთო ეგ არაო კაცო აიათოლას ნუ ახსენებს აუგრძალეთ ერთი თქვენ კათოლიკებს რომის პაპს ნუ ახსენებს მიდით აუგრძალეთ იმიტომ რომ რაომსაც კათოლიკები აწარმოებენ კურთხეულია ვატიკანის მიერ. ასე ეს.
კი ბატონო. რატო არ უგზავნა? რა ვიცი, მართლმადიდებელი არც ისაა და არც ესაა და უნდა გვოდარდებდეს. და ამ პრობლემებზე საუბარ შორის. უფრო სწორედ, თუ კი რამე კავშირი არსებობს, კავშირი არის ის, რომ პირველ რიგში ჩვენი ქართველი აზერბაიჯანელის თემი არის ყველაზე მეტი საფრთხის წინაშე. იმიტომ რომ ისინი ყავს სამიზნედ ამოღებული უცხო ქვეყნის აიათოლების ტერორისტულ რეჟიმს. და აქ იმ დეტალზეც მინდა რომ ვისაუბრო, რომ ეს იგიც კი სიცრუეა, რომ თქვათ აიათოლა არის იგივე ჩვენი შიიტი მუსლიმი თანამოქალაქეებისთვისაც, რომის პაპი კათოლიკეებისთვის. ეს მინიმალური ცოდნითაც კი ვინც იცის როგორია მოწყობილი, ასე არ არის. მაგრამ ყველაფერს თავიდანვე რას ბუდავს? კათოლიკებისთვისო არ არისო ისევ აიათოლაო, როგორცო ამათთვისო ესაო? აბა როგორაა შეუპატრონო? აბა როგორაა შიიტური სამყაროს სულიერი მამა? სულიერი ლიდერი, აბა რა არის? დავანებოთ ამას თავი. ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება. თუ რელიგიური თავისუფლების დროშის ქვეშ უცხო ქვეყნის პოლიტიკური, იდეოლოგიური, სამხედრო ლიდერების ბრძანებების შესრულება ხდებოდა, მათი ამოცანების შესრულება ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და კაცობრიობის წინააღმდეგ და სიცოცხლის და თავისუფლების წინააღმდეგ, აქ წყნის თავისუფლება თავდაცვის ინსტრუმენტი ვერ იქნება და არავინ არ უნდა შეცდეს და არ უნდა მონათლოს ეს როგორც რელიგიის თავისუფლების საკითხი და აქაც ეთნიკური შუღლის არ იყოს, ვინც ამ ორ საკითხს ერთმანეთს უკავშირებს, ყველაზე ცუდ სამსახურს უწევს სწორედ ამ თემს და რელიგიის თავისუფლებას ამ მოქალაქეებისა. ჩვენ ვინც ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ, ხას უსვავთ ყველგან და ვერ მოგვაწევენ შავრაზმელების რაღაც კომენტარებს, რომლებიც აი ამ თემაზე საუბრისას მთელ თემს თავს ესხმიან ან რელიგიის თავისუფლებას, ეგ დასაქმობია და არაფერ კავშირში არ არის ჩვენს მიერ დასმულ პრობლემასთან. ანუ რას ამბობს ახლა ეს ძალაშვილი? მეო ახლა ამას არ ვამბობ. თქვენ სხვანაირად გესმითო, კაცო. მეო არ ვარო ესე რა ქვია, შიიტი მუსულმანების წინააღმდეგ და მათ სულიერი ლიდერის წინააღმდეგ. არ ვამბობ მეო ამას, ესე თქვენ მეო მომაწერთ. აბა რა ქვია ახლა ამას? მე ამას ვამბობ თავისი იდიოტური, რა ვიცი, სამოქალაქო საზოგადოების აზროვნებით, რომელიც რელიგიის დონეზეა თაყვანილი. აბა რა შვებია. მაგრამ თუ ესო საჭირო არისო, მაშინო თან როგორ ამბობს? თუ ეს საჭირო არისო, კაცო, მაშინო ვერ იქნებაო წვენისო და აღსარებლის თავისუფლებაო ჩვენ ინტერესებში თუ არისო და აი ტერორიზმს და რას არ მოგიგონებიან თუ ამათ ინტერესებში არის შესული, რომ ჩვენ თუ გჭირდებაო, კაცო, უნდა აუკრძალოთ, მაგრამ ჩვენ ნუ მოგვაწერთ ამ ყველაფერს. დებილის. ჩვენ უნდა პატივიცეთ ყველა ჩვენი თანამოქალაქის თანასწორ უფლებებს, მათ შორის რწმენის თავისუფლებას, მაგრამ ამ დროშის ქვეშ ვერ და არ უნდა დაიმალოს უცხო გარე აგრესიული საშიში ტერორისტული რეჟიმის გავლენის ქსელის გაშლა საქართველოში და ეს არის რეჟიმი, ვინც ამ მულტიფარპასუხებს ხსენს, რომელიც ილიას უნივერსიტეტში საფრთხეს ხედავს და იქ მოქმედებს, იქ არის მტრების ბუდეო და ამ პასუხში აი ამ მულტიფარმა წარმომადგენელმა ივანიშვილის რეჟიმის გითხრა, რომ აგენტების კანონმა მოაგვარაო ყველა ეს პრობლემები, ანუ შვედეთში და დანიაში როიპოვა ჩვენმა სამოქალაქო ჯგუფმა რომელიმე სპონსორი, რომელიმე სამოქალაქო პროგრამისთვის, მაგალითად ბავშვთა უფლებების დასაცავად, ან პოლიტიკური თავისუფლებისთვის, რაც არ მოწონთ იმ თემაზე, აი ეგ აღუკვეთიათ თურმე და ეგ არის საფრთხე, მაგრამ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი და ახლი ბეიტი და ჯგუფები, ვინც პირდაპირ იძახის, რომ აიათოლა შენ დაგემორჩილებითო, რომელიც კავშირშია პირდაპირში ტერორიზმთან და ამ უბედურებასთან, იქ საფრთხეს ვერ ხედავ. სამწუხაროდ მე მსგავსი მოტივებით გაკეთებული კომენტარები მოვისმინე ჩვენი აზერბაიჯანელი ქართველების თემის ზოგიერთი წარმომადგენლისგანაც. ეს უმძიმესი შეცდომა არის. უმძიმესი შეცდომა არის ამ ტიპის თავდაცვით პოზაში ჩადგომა, იმიტომ რომ პირველ რიგში ისინი უნდა იყვნენ, ვინც განგაშტათ ეხს ამ უზარმაზარ საფრთხესთან დაკავშირებით, რომ ვიმეორებ, ეს არის საფრთხე მთელი საქართველოსთვის და პირველ რიგში ჩვენი ქართველი ეთნიკური აზერბაიჯანელებისგან და უსამართლო და საზიანო, ეს კითხვა კიდევ ერთხელ ყველამ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს. რა ქვია იმ რეჟიმს, რომელიც განეიტრალება, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ არის შესაძლებელი. და ამ რეჟიმის დამარცხებისკენ სწრაფის უფლება და უსაფრთხოებაა დაცული. ანუ რა შეიძლება ახლა ამ ყველაფერზე ადამიანმა თქვას? საცოდაო საქართველო, ვის ხელში ხარ? და დაცასრულს უბრალოდ ერთ რაღაცას დავამატებდი რა.
ისევ და ისევ ჩერგოს მოუბრუნდები. სასამართლომ, საფრანგეთის სასამართლომ, ბრიტანეთის როსის ფონდი მაფინანსებს, ბრიტანეთის მთავრობა მაფინანსებს, ასევე საარჩევნო კამპანიას აფინანსებს. ჰოლანდიის მთავრობა. აი საქართველოს მე მაფინანსებს ჰოლანდიის მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა საქართველოს მოკლედ ივანიშვილის რეჟიმი შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება. ქართველებმა მე კიდე გეტყვით, თუ ესენი ნაციან-ქოციანად არ ამოწყდა და არ ამოიძირკვა საქართველოში, საქართველოს არასდროს არაფერი არ ეშველება. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.